მისი დატირება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან ერთად და ამისთვის ადლობას ვეუბნებით მას. ნების კვირის განვლა ერთი ტერმინით გამოიხატება თანაგანცდა. ჩვენ უნდა ის რაც ასწავარმა განიცადა ჩვენც უნდა შეგვეძლოს და მზად ვიყვეთ ამ ღვთის დასავლელად. თული იქნება და ღმერთმა ვაშოროს რომ მაგრამ თუ საჭირო იქნება ამისთვისაც მზად დავიყვეთ რომ მისნაირი ტკივილი განვიცადოთ როგორათაც მან განიცადა ეს ტკივილები. და მინდა დღეს გესაუბროთ უბრალოდ ძალიან მცირე განსაცდელების ტკივილისა იმედგაცრუებისა გარკვეული ამ წუთის სოფელში მოყენებული ტკივილების გაძლების შესახებ. ჩვენ ერთადერთი რამით შეგვიძლია რომ ძალიან სუსტები ვართ სულიერად, ჩემი თამადობით, მე ჩემ თავზე ვიტყვი, რასაც დღეს ვისაუბრებ, ჩემი თავიდან გამომდინარე ვიტყვი და თქვენ ჩაიხედეთ აბა საკუთარ თავში. ძალიან სუსტები ვართ. ვერ უძლებთ მოყენებულ ჩვენს თავს მოსულ განსაცდელებს, ვერ უძლებთ ტკივილებს, რომელიც ჩვენს თავზე მოდის. და ამის მთავარი მიზეზი არის, რომ ჩვენ ქმნით არა სულიერ და ქრისტეს მცნებების მიხედვით საკუთარ თავს და საკუთარ თავში კი რეალობას, არამედ ჩვენი ფიქრებით და ჩვენი წარმოდგენებით. ჩვენ გვაქვს წარმოდგენა სიყვარულზე, ჩვენ გვაქვს წარმოდგენა თავისუფლებაზე, ჩვენ გვაქვს წარმოდგენა ბედნიერებაზე, ჩვენ გვაქვს წარმოდგენა სიხარულზე, წარმატებაზე და ასე შემდეგ. და ადამიანს უკვე იმდენად აქვს საკუთარ თავში აი ეს მდგომარეობა მიღებული, რომ ესესია და სხვაგავრად არ შეიძლება რომ იყოს, რომ ნებისმიერი სამყაროსგან გადახვეული გზა, როდესაც ისი არ არის, როგორც შენ გინდა, ადამიანი გამოდის წყობილებიდან, ადამიანი კარგავს საკუთარ თავს და ადამიანი მიეცემა საშინელ მწუხარებას, მიეცემა საშინელ შიშს, მიეცემა იმედგაცრუებას და სასოწმაკვეთილებამდეც კი მიდის ადამიანი. და ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რომ სიყვარული, თავისუფლება, სიმდაბლე, ესენი არის საღმრთო მადლი და ადამიანი ქრისტეს გარეშე ვერც სიყვარულს შეძლებს. ადამიანი ქრისტეს გარეშე ვერ შეძლებს ვერც თავისუფალი იყოს და ადამიანი ქრისტეს გარეშე ვერ შეძლებს ვერც სიხარულს, ვერც ბედნიერებას, სიღრმისეულს და ვერც სიმშვიდეს, ვერც თავმდაბლობას, ვერც გულმოწყალებას, რაც არ უნდა გარეგნულად ადამიანი მასეთად და მსგავსად გამოიყურებოდეს. ეს რაც ჩამოვთვალეთ ჩვენ, ეს საღმრთო მადლი არის და თუ კი ჩვენ ჩვენს თავს არ გავამზადებთ ამისთვის, რომ ღმერთი მოვიდეს თავისი ენერგიით, სიყვარულის ენერგიით და შემოვიდეს ჩვენს გულში და ჩვენი გული გახადოს ისეთი სიყვარულის მქონე, რაზეც თვითონ სახარებაში საუბრობს, მაშინ სხვაგვარად ეს იქნება სიყვარული, რომელიც ადამიანს ეგოისტურად გააჩნია თავის გულში და ფიქრობს, რომ თურმე სიყვარული ესეთი არის. და ერთი წამი არის საჭირო, როდესაც ეს სიყვარული მას იმედს გაუცრუებს, როდესაც ეს რო ეგონა თავისუფლება მას ტკივილს მიაყენებს, როდესაც რო ეგონა რომ ბედნიერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ უბედურება თავს დაატყდება, მაშინ ადამიანი საშინელ ტკივილებს განიცდის. ამიტომ მინდა დღეს აი მცირეოდენი უბრალოდ ჩავიხედოთ საკუთარ გულში, რომ ქრისტეს უთხრათ ერთი რამე, უფალო, აი დღეს ჯვარცმის წინ დგევართ ყველანი, წარმოიდგინეთ. დღეს აი ვიტყვი ამას, რომ დადიან ადამიანები აღსარება მინდა დღეს აღარ არის აღსარების დრო, რატომ აღარ არის იცით? იმიტომ რომ აგერ ჯვარს შეხედე, ჯვარცმის ქვეშ დადექი და ნახეთ, ქრისტე გეუბნება, მე შენი ყველა ტკივილი, მე შენი ყველა ცოდვა, მე შენი ყველა უკანონობა, რაც კი ჩაგიდენია, აგერ მე ჯვარზე შევსჭვალე. ჯვარზე მივალურს მე ეს ყოველივე, მაგრამ შენ აი ამის მერე აი ჯვრის წინ გეხარ, ჩემს ჯვარცმის წინ გეხარ. შენ ხედავ ამ ტკივილებს, რომელიც კონკრეტულად შენს გამო დავითმინე, რისთვის ხარ მზად აწი.
შემდეგი წელი ისე უნდა გააგრძელო ლურსმანზე საკუთარი ჩაქუჩის რთმა, რომ კიდევ უფრო მატკინო, კიდევ უფრო უარესად, ანუ გული დამწვიდო როგორც ღმერთს, თუ კი ასე შეიძლება რომ ვთქვათ ადამიანურად, რომ ღმერთს კიდევ ჩვენი ცოდვით, ჩვენი უკანონობით, ჩვენი არასულიერი ცხოვრებით კიდევ ერთხელ უნდა გული ვატკინოთ. და თუ კი ჩვენ ამას არ ვითავისებ და თუ კი ჩვენ აი დღეს ცოცხლად არ დგევართ ღვთის ჯვარცმის წინაშე და მისი გარდამოხსნილი სხეულის წინაშე, რომელსაც თქვენ ეხლა აი ამ მსახურების მერე მიახლებით, როდესაც მუხს მოიდრებთ მის წინაშე, ჩათვალეთ აი თქვენ წინ არის მაცხოვარი, რას პირდებით მას, რას ეუნებით დღეს, გეუნება რომ აი შენი გულისთვის წევა რა, ეს ყოველივე მე არ მჭირდებოდა. რაში ჭირდებოდა განკაცებულ ღმერთს, რომ აი ამ წუთის სოფელში მოსულიყო, რაში ჭირდებოდა რომ ადამიანებისგან ასეთი დამცირებული ნანერწყვები, ნაგინები, ნალანძღები ყველაზე სამარცხვინო სიკვდილით მოკლული ყოფილიყო, რაში ჭირდებოდა ღმერთს ეს, არ ჭირდებოდა ეს, არამედ მან იტვირთა მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო, ის ხედავდა ადამიანის ჯოჯოხეთს გულში, ყველა ჩვენთაგანის ჯოჯოხეთს ხედავს ქრისტე ჩვენს გულში და მზად არის ეს ჯოჯოხეთის კარი დაარღვიოს, როგორც დღეს მისი ჯვარზე აღსრულების შემდეგ ის ჩადის სამოთხეში და ჭეს, ისე იგი ამსხვრევს ჯოჯოხეთისა. თქვენ იცით ძველი მეფეები, როდესაც აიღებდნენ ხოლმე რომელიმე ქვეყანას დაიპყრობდნენ, იქიდან იმ ქალაქიდან შესასვლელი კარი მოქონდათ ხოლმე. დახედეთ აღდგომის ხაზს, იქ არის, როდესაც მაცხოვარი დგას ესე გადაჯვარედინებულ ჯოჯოხეთის კარებზე, ანუ ეს ნიშნავს, რომ მან ჯოჯოხეთი აიღო. და ეს ჯოჯოხეთი არა ის ჯოჯოხეთი მხოლოდ და მხოლოდ, რომელიც არსებობს სადღაც, სადაც ადამიანთა სულები ტანჯვას განიცდიან. არამედ ეს ჯოჯოხეთის დარღვევა არის ჩემი გულის ჯოჯოხეთის, რომელიც როგორც წინაზე თქვით, ლაზარესავით აყროლებული არის ჩვენი გული. და აი ამ ჯოჯოხეთის დარღვევა შეუძლია ჩვენს გულის სიღრმეებში ჩავიდეს და გვეუბნება, რომ ყოველივე რაც კი გიცოდავს, ყოველივე რაც კი შენ ტკივილს განგაცდევინებს, მზად ვარ მე დღეს, რომ ამ ჯოჯოხეთში ჩავიდე, განფარტო შენი ეს ჯოჯოხეთი და იქ სამოთხისეული შუქი ჩავიტანოთ. და აი თუ კი ჩვენ ამისთვის მზად არა ვარ, თუ კი ჩვენ ერთი წუთითაც მაინც ეჭვი გვეპარება იმაში, რომ დღეს ჩვენ არ შევიცვლებით, თუ კი ჩვენ უკეთესები არ გავხდებით, თუ კი ჩვენ არ დავტოვებთ ცხოვრების იმ წესს, რომელიც ანუ ჩვენ თვითონვე არ მოგწონს, ჩვენივე სინდისი გვეუბნება, რომ ეს ასე არ იყოს, მაშინ ეს ყოველივე მსხვერპლი, როგორ გითხრათ, ჩვენს გარეშე ჩაივლის. ჩვენი ჯოჯოხეთი არ დაირღვევა, ჩვენში აღდგომის სიხარული არ იქნება, იმიტომ რომ აღდგომა მოდის მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანში გულის ჯოჯოხეთი დაირღვევა. და ხშირად ვსვავთ კითხვას, თქვენ ბევრი მეკითხებით ხოლმე, თქვენც გიგითხავთ, სოციალურ ქსელში წერენ ხოლმე, რომ როგორ მამაო, როგორ გავაკეთოთ, კარგია ეს სიტყვები, კარგია რომ მოგვიწოდებთ, კარგია რომ გვეუბნებით, მაგრამ კონკრეტულად როგორ გავაკეთოთ, რა არის გასაკეთებელი? და ეხლა მე გეტყვით ძალიან მცირეც, რას გულისხმობთ ამაში, რა უნდა იყოს ადამიანი ყველაზე მძიმედ, რას განვიცდით დღეს და რას უდავწლიოთ, თუ კი ჩვენ გვინდა რომ ქრისტიანები მოკლედ ქრისტიანული სულისკვეთება გქონდეს. პირველი განსაცდელები გახსოვდეთ, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში არის და ამ განსაცდელებში გულისხმობ ყველანაირ ტკივილს, გარდაგეცვალა ვინმე, ან ნებისმიერ რაღაცა დაკარგე, რაიმე ისეთი მძიმე დანაკარგი გაქვს ადამიანს, თუ კი განსაცდელის წინაშე დგეხარ, შენ უნდა იცოდე ეს, რომ ჩვენი შინაგანი ეს განსაცდელი არის ჩვენში შინაგანი ძალების, რომელთა შესახებ ჯერ ჩვენ არ ვიცით, მის ასამოქმედებლად არის. ადამიანში პოტენციაში დევს რა იცით?
მან უნდა ისწავლოს როგორც გითხარით ნამდვილი სიყვარული, მან უნდა ისწავლოს თავგანწირვა, მან უნდა ისწავლოს ადამიანის შეყვარება მთელი გულით, სულით, ღმერთისა და ადამიანისა. მისი გული უნდა გახდეს მოწყალე, მან უნდა ისწავლოს თავმდაბლობა და როგორ ვისწავლო მე ეს თავმდაბლობა და უფალს, ოდესაც ამას ეუნები, უფალი გეუნება, რომ შენში დევს ეს, მაგრამ მე ეხლა შენ უნდა განსაცდელი მოგივლინო იმისთვის, რომ შენ დარწმუნდე, რომ ამოქმედო შენში ეს მდგომარეობა. გახსოვდეს, რომ ღმერთი არ გვაძლევს არასოდეს, აი განთქმის რო არის, ცნობილი ფრაზა რო არის, რომ ღმერთი არასოდეს მოგცემსო იმაზე მეც, ვიდრე შენ შეგიძლია რო იტვირთო. ამაში ნამდვილად ვეთანხმები მე ამ სიტყვას, არა უბრალოდ ვიღაცის ნათქვამს, არამედ ჩემ თავზე მე შემიძლია რომ გითხრა. ადამიანს უფალი გახსოვდეთ ზედმეტ ტვირთს, ზედმეტ ტკივილს არასოდეს არ აძლევს. მაგრამ ამის გააზრება მხოლოდ შესაძლებელია თუ კი ადამიანს მარადიული ცხოვრება წამს, თუ კი მას აღდგომისას წამს, თუ კი მან იცის რომ ჩემში არის, მან იცის რომ მასში არის უკვდავი სული და რომ გარდაიცვლება მისი სული გააგრძელებს სიცოცხლეს და ცხოვრებას მარადიულ სასუფეველში. მხოლოდ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ განსაცდელის გადატანა. სხვა შემთხვევაში თუ კი მე აქ ცხოვრობ მარტო, აქაური ბედნიერება მინდა, აქაური სიხარული მწყურია მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ყველა ჩემი ტკივილი იქნება რატომ ღმერთო, რა დავაშავე ესეთი, რა გავაკეთე ისეთი, აგერ ჩემს გვერდზე ცხოვრობს ვიღაც ადამიანი, რომელიც უარეს საკეთებს ჩემზე, განა მე მასზე ცუდი ადამიანი ვარ, რატომ ამდენი ტკივილი, მაგრამ ნახეთ ქრისტიანი ადამიანი რას ხდება, რომ უფალო, მე ვიცი რომ ჩემში მრავალი არის გასახსნელი რომ მე ქრისტიანად ვიქცე, ამიტომ ჩემით მე ამის გაკეთება არ შემიძლია, ჩემით ვერ ხვდები თავმდაბალი, ვიღაცა რომ რაღაცას მეტყვის 2-ს ვეუნები, 3-ს მეტყვის 4-ს ვეუნები, არავისი მოთმინების უნარი არ მაქვს, არაფრის დათმენის უნარი არ მაქვს და ამიტომ უფალი განსაცდელს მოავლენს და გვახსოვდეს იმაზე მეც არასოდეს არ მოავლენს ადამიანი, რომ ანუ ეს განსაცდელი როდესაც მოდის, როგორ ახარ იცი ადამიანი, აი თითქოს უფალი გეუბნება, რომ შენ დაინახე ახლა შენ რო შეზღუდე შენი თავი და თქვი, რომ მე ესეთი ვარ და მეტი აღარ შემიძლია, გინდა გახდე უფრო უკეთესი. მაშინ მე გეტყვი, რომ შენი საზღვრები უფრო ფართოა, შენი გული უფრო ფართოა, შენი გონება უფრო ფართოა, შენი პიროვნება უსაზღვროა, დაულევნელია. მას შეუძლია წმინდანად იქცეს. და ანუ შენ რომ შეზღუდე შენი აზროვნებით საკუთარი არეალი ცხოვრებისა და თქვი, რომ იცი რა მე ესეთი ვარ და სხვანაირად არ შემიძლია, იქ მოვედი ახსარება თქვი იმას თქვეს, ანუ მე გეუნები, რომ შენი საზღვრები უფრო დიდია. შიშები, რომელიც შენ გაგაჩნია, გეუნები, რომ ეს შიში დაძლევადია და უნდა დაძლიო. და ძალები, რომელიც შენში არის, ჯერ შენ კიდე არც კი აღმოგიჩენია, რამდენი რამის გაკეთება შეგიძლია. და უფალს უყვარს ადამიანი. უფალს უნდა რომ სრულყოფილი გახდეს ადამიანი, იმიტომ თვითონვე გვეუბნება, რომ ვიყავით სრულყოფილი, როგორც მამა ჩემი ზეციერი სრულყოფილი არის. უფალს უნდა ადამიანის ცხოვრება და მარადიულობაში დამკვიდრება და გვეუბნება, რომ ნუ შემოზღუდავ, ნუ დაიპატარავეთ თავი. ეს წუთი სოფელი ამისკენ მოგიწოდებს, რომ აი ესეთი იყო, პატარა იყო, მორჩილი, რაცაც გეტყვიან, ტკივილგავს, ვაიმე, მეტკინა, ცუდათა ვარ, ეს არ მიქნათ, ის არ მიქნათ, ანუ ძალიან დავპატარავდით ადამიანები. ხოლო ქრისტიანი ადამიანმა, რომელმაც ეკლესიის წიაღში შემოავიჯა, იმან უნდა იცოდეს ერთი რამე, რომ მე მოვედი ჩემი პიროვნების გასაფართოებლად, არა ამპარტავნულად, არამედ მე უფრო ვიცი, რომ ჩემში მრავალი სიღრმე იმალება, მრავალი ძალა იმალება ჩემში, საზღვარი ჩემი პიროვნებისა უფრო გაცილებით დიდია, ვიდრე მე ამ წუთის სოფელმა დამაჯერა. ამ წუთის სოფლის სიამოვნებებმა დამაპატარავეს თავიდან ბოლომდე. აემხელა გავხდი ერთი მუჭა, სათამაშო გავხდი ამ წუთის სოფლისა, რასაც უნდა გამიკეთებს და უნდა დამამწუხრებს, უნდა ტკივილს მომაყენებს, უნდა გამანადგურებს და რა არის ქრისტიანობა, რა არის მაცხოვრის ღვაწლი, ჯვარცმა და მისი დაფლა რა არის, ეს არის ამ წუთის სოფელზე გამარჯვება. ის ჯოჯოხეთში ჩადის და დღეს გვეუბნება, რომ მე შემიძლია არა მხოლოდ ამ წუთის სოფლის ბოროტება დავძლიო, არამედ ჯოჯოხეთი შემიძლია რომ დავანგრიო და დავარღვიო. ამიტომ ქრისტიანობაში მოსული ადამიანს არ უხდება ეს სიპატარავი,
ჩვენ მოვდივართ ვაიმე იმას ამას, აი ძალიან პატარები ვარ. ძალიან დავიპატარავეთ საკუთარი თავი. დავიჯერეთ რომ ჩვენ რასაც სიყვარული დავარქვით, თითქოს მართლა სიყვარულია არ არის ეს. დავიჯერეთ რომ რასაც ჩვენ თავისუფლება დავარქვით და წუთი სოფელმა რასაც სიყვარული და თავისუფლება დაარქვა, თითქოს ჩვენ ეს არის და მეტი არა ჩემო მეგობრებო, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამდენად დიდია სიყვარული კიდე და რამდენად ნაბიჯი მიყვებით თუ არა და ამ სიყვარულში საოცარ ნაბიჯებს დგავ, მაშინ ხვდები რომ დედა მე მგონი ყველა მიყვარს, მე მგონი ისიც შემიყვარდა. ჩვენ უყურებთ ადამიანებს და მათთან მიმართებაში განვისით, არა, გულში მოუშვათ, ღმერთი მოუშვათ. ღმერთს დაუთმო ჩვენი გული რომ მოვიდეს და სიყვარული მოიტანოს, მოვიდეს და თავისუფლება მოიტანოს, მოვიდეს და თამდაბლობა მოიტანოს, ყოველივე ის რაც საღვთო თვისებებია, მოვიდეს და სიმშვიდე მოიტანოს და მაშინ მიხვდებით იმას, რომ ამ წუთისოფელმა რაც არ უნდა გაგიკეთოთ, მაინც დაძლევთ მას. მაინც სიყვარული შეგეძლებათ, მაინც სიძულვილი ვერ გაიმარჯვებს თქვენში, მაინც ბოროტება ვერ გაიმარჯვებს შენში, მაინც განკითხვა ვერ გაიმარჯვებს შენში. ყოველივე ის რაც ბოროტებას და ამ წუთისოფლის სულისკვეთებას შეუძლია. ამიტომ გვახსოვდეს, ჩვენი საზღვრები დიდია ქრისტეს მიერ საყვარელო. დღეს ქრისტემ ეს გვითხრა რომ მისი სიყვარულით, მისი განუზომელი სიყვარულით, მისი თამდაბლობით, მისი თავგანწირვით და თავდადებით მან გვითხრა რომ აი რისთვის რა შეუძლია ადამიანს. აი რამხელა ადამიანის გული, აი რამხელა ქრისტიანი ადამიანის პიროვნება და თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ თუ ასეთებად ვიქცევით, თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ თუ მართლა ასეთებად ვიქცევით, დამიჯერეთ 10 ადამიანის ალბათ საკმარისი იქნება იმისთვის, რომ საქართველოსნაირმა ქვეყანამ, აი მათი ესეთი სულისკვეთები ამოისუნთქოს კიდეც და სულიერმა ცხოვრებამ დიდი ნაბიჯები გადადგას წინ. ამიტომ ჩვენ როდესაც ვფიქრობთ რომ რა არის ქრისტიანობა, აი ეს არის ქრისტიანობა. ეს არის, აი დღეს ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ. ქრისტემ ეს ღვაწლი იმისთვის კი არ გააკეთა რომ უბრალოდ ესე მუქთად გადამოგვიგდო ვიღაცას, აჰა თქვენ მოკლედ მე ჯოჯოხეს დავამარცხებ, მე 60-ის კარს გავაღებ და თქვენ როგორც გინდა იცოცხლეთ, ესე პატარებმა იცხოვრეთ როგორც გინდა და მე მოკლედ როგორ ხალთ გაცხონეთ. არავითარ შემთხვევაში. ამიტომ უნდა ჩვენ კარგად გვაფიქრებდეს ეს, რომ აი როდესაც გონია რომ როცა უკვე ზღვარზე ვარ, აი დაუკვირდით ამას, რომ გონია რომ უკვე ზღვარზე ხარ ადამიანი და ამის იქით აღარ შეგიძლია ღმერთო ტკივილებია, დიდი ტკივილებია, როგორც მაცხოვარი ჯვარზე იძახის, აი ამ სიტყვების თქმა, აი ალბათ, აი ცრემლის გარეშე შეუძლებელია, მაცხოვარის იგანს ღმერთო ჩემო, რასათვის დამიტევებ, აი ამ მიტოვებულობასაც კი როგზნობ, თითქოს რომ ყველამ დაგტოვა საკუთარი ტკივილების ამარაღა დარჩი, აღარავის შენს გვერდით არ არის, როგორც ქრისტემ მიატოვეს ჯვარზე მისმა მოციქულებმა. სხვაებმა რომ მიატოვეს კარგი, მაგრამ არავინ მის გვერდით ამ ყველაზე წუხარ მდგომარეობაში არ დგას და ისიც კი გვაჩვენა რომ ხშირად ღმერთსაც კი ანუ ადამიანი განიცდი რომ აი მხელა ეს ტკივილი რომ თითქოს დაეჭდები, ღმერთმაც ხო არ მიმატოვა, მაშინ გახსოვდეს ეს რომ ეს არის საკუთარი თავის დანახვა გაგაშიშულა ღმერთმა ის რა წარმოდგენებიც ჰქონდა საკუთარ თავზე. ის რო გეგონა რომ ძალიან მაგარი იყავ, ის რო გეგონა რომ ყველაზე ინტელექტუალური იყავ, ის რო გეგონა რომ ყველაზე ჭკვიანი იყავ, ის რო გეგონა რომ ყველაზე ძლიერი იყავი და შეგეძლო ნებისმიერი რამის გადატანა, აი ესეთი ადამიანები მინახავს მე, აი ესეთი ძლიერები მუსკულატურით, ვითომ გამჭრიახობით, თანამდებობით, ფულით, ყველაფრით, მაგრამ როდესაც აი ამ ტკივილების წინაშე დამდგარან, აი ესეთი ანუ მე რა მინდა თქვა, ამ დროს როდესაც ყველაზე მეტად აი უკვე ზღვარზე ხარ, გახსოვდეთ რომ ამ დროს საკუთარ თავს ხედავთ ყველაზე ნამდვილს, აი ეგეთი ხარ ზუსტად. ამის იქით არ ახარ, ანუ დაგანახა ღმერთმა რომ აი სინამდვილეში როგორი ხარ, ვინც არ გინდა იყვე, აი ესეთი ხარ და ეხლა რა სიზავ, ეხლა მაინც მოხვალ ჩემთან და ამ დროს ადამიანი საკუთარ თავს ხედავ ნიღბის გარეშე
და ამ დროს ადამიანი საკუთარ თავს ხედავ ყველანაირი როლის გარეშე, რომელიც მორგებული გაქვს ამ წუთის სოფელში. იქ ისეთი ხარ, აქ ესეთი ხარ, ეკლესიაში მოხვალ, გადაიყესე თვალები, ვაიმე ღმერთო რაღაცა, იქ წახვალ და ადამიანი შეგიძლია გაანადგურო, ყველაზე აქ საუბარი, ჩემ თავზე ვსაუბრო, როგორც სამღვდელო პირი, ასევე საერო, ვინც არ გინდა იყოს, რა თანამდებობის პირი არ უნდა იყოს ადამიანი. ამიტომ აი ეს ყველაზე დიდი ტკივილი, რომელსაც დღეს მაცხოვარი განიცდის, ჩვენს განვიცდით და ხვდებით, რომ რა კარგია, რომ ტკივა ადამიანს, რა კარგია, რომ დაცალიერდი, რა კარგია, რომ საკუთარი წარმოდგენებისგან განთავისუფლდი, ყველაზე მთავარი. უი ღმერთო, მე რომ მეგონა, რომ სიყვარული მქონდა, თურმე არ გამაჩინია, ეს ვინმეს გაგიხარდება? აი ეს ტკივილები არის ზუსტად, რომელიც ჩვენ საკუთარ თავს ნაჩდეს საკუთარ თავში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ ეს, რომ ჩვენი აი ამ დროს იწყება ხელახალი შობა. ქრისტიანი ადამიანის შობა აი ამ ტკივილების მერე იწყება. მხოლოდ და მხოლოდ ჯვრის გზა არის ქრისტიანის გზა და მხოლოდ ჯვრის გზით შეუძლია ადამიანმა რომ გაიაროს ეს მაცხოვრებელი და ცათასასუფეველში მიმყვანებელი გზა და ღმერთმა ამის ძალა მოგცეს. ღმერთმა გაგვანთავისუფლოს საკუთარი ილუზიებისგან. ღმერთმა გაგვანთავისუფლოს საკუთარი წარმოდგენებისგან. ღმერთმა გაგვათავისუფლოს ჩვენი გაურკვეველი მოლოდინებისგან, რომელიც ჩვენ გვაქვს. იცი რა, ესე იქნება, ისე იქნება. ესე არ იქნება. ისი არ იქნება, იქნება ისე, როგორათაც ღმერთს უნდა და ღმერთი უყურებს ამას. ამიტომ თუ კი როდისმე გახსოვდეთ, რომ აი ამ ტკივილებს გაექცევით, თუ კი ქრისტიანობაში მოხვალთ და რომ მიადგებით ზღვარს, სადაც თქვენი ცვალებადობა უნდა დაიწყოს და ხვდებით, რომ ტკივა ეს ცვალებადობა, ხვდები, რომ შენი ილუზიები და შენი წარმოდგენები იცვლება და სინამდვილეს ხედავ საკუთარ თავში და აგერ ქრისტიანი იშვება შენში, აი მაშინ გახსოვდეთ, თუ ამას გაექცევით, გამოდის, რომ ქრისტეს გაეკეცით, გამოდის, რომ ჯვარს გაეკეცით და გამოდის, რომ სასუფეველის მოქალაქეთ შობას გაექცა ქრისტიანი ადამიანი. ამიტომ ღმერთმა ამ შიშის დაძლევის ძალა მოგცეს ქრისტეს მიერ საყვარელო. ჩვენ ეკლესიაში ამისთვის მოვედით. ჩვენ არ მოვსულვათ ქრისტიანები ეკლესიაში მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა ამ წუთის სოფლისეული სიკეთეების გამო, კარიერის გამო, ფულის გამო, რაღაცა წარმატების გამო, რომელიც წუთიერი და წამიერია. ამაზე უფალი გვეუბნება, რომ თქვენ პირველად ამას ეძებდით, რაზეც ვისაუბრეთ, ანუ ცათასასუფეველს და დანარჩენი ყოველივე შეგეძინება თქვენ. ამიტომ გვახსოვდეს, რომ ჩვენი ტკივილები, როდისმე რომ მოვა ჩვენ ცხოვრებაში, ეს იქნება ავადმყოფობა, ეს იქნება გარკვეული ტკივილები, რომელსაც წუთისოფელი და სამყარო მოგვანიჭებს ჩვენ, გვახსოვდეს, რომ ეს არის დრო, როდესაც ჩვენში საშუალება გვეძლევა, ღმერთი გვაძლევს საშუალებას, რომ ქრისტიანი ადამიანი იშვას, ახალი ნამდვილი ადამიანი იშვას, ყველანაირი ილუზიისა, ყველანაირი როლებისა და ყველანაირი ნიღბების გარეშე. ნამდვილი ქრისტიანი ადამიანი, რომელიც განამზადებს საკუთარ თავს ცათა სასუფევლისათვის. ღმერთმა შეგვაწიოს დღევანდელი დღის მადლი, დღევანდელი დღის ლოცვა. ღმერთმა გაავსოს ჩვენი გული ერთმანეთისადმი სიყვარულით, ღმერთმა გაავსოს ჩვენი გული ერთმანეთისადმი პატიებითა და შენდობით, დედებს შვილების უმეტესი სიყვარული მისცეთ, შვილებს დედებისა და მშობლების უფრო მეტი სიყვარული და რაც თავარია მოკრძალება და პატივისცემა მისცეს, მეუღლეთა შორის იყოს მჭიდრო სიყვარული ერთმანეთის დათმობისა და ერთმანეთის გატანისა, რომ ეს სიყვარული მარადიულობაში წარუძღვეს მეუღლეებს და იქაც უხაროდეთ ერთმანეთის გვერდით ყოფნა. ჩვენს უფროს თაობას მისცეს უმცროსი თაობის სიყვარული, მოთმინებით მათი აღზრდის ყურება და ისე იგი გონიერება და განმრჯელობა სწორი, რომ სწორი გზაზე მიუთითონ ადამიანებს და ახალგაზრდა თაობას კიდე მისცეს უნარი იმისა, რომ უფროსი ადამიანების მოსმენა ისწავლონ. თუნდაც რო არ ეთანხმებოდე რაღაცაში მოусმინი ადამიანს, მასში შეიძლება ისეთი გამოცდილება ისე იგი მეტყველებდეს, რომელიც შენ წლები დაგჭირდება, რომ მსგავსი რამ ისე იგი დააგრო. ღმერთმა დაალოცვილი
დახარებული, დღეგრძელი და ბედნიერი გამყოფოთ თქვენ და თქვენი ოჯახები. ამინ.